მოგესალმებით მეგობრებო. აი გუში როდესაც მოვედი სადაც ცხოვრობ ბრიუსელში, პალესტინელი მეზობელი მყავს და მოვედი დამინახა თორა მანახა ვიდეოში საქართველოში მიმდინარე მოვლენები. და 4 ოქტომბრის მოვლენები ახლა ნამდვილად არ არის ჩემი თემა და საერთოდ ყველას ურჩევ რომ ახლა კანტევების ვაცეს მონახვა ვინ იყო რა შეცდომა იყო რა თქმა უნდა შეცდომები უნდა გავითვალისწინოთ მაგრამ ახლა ერთ ადამიანზე ან ორ ადამიანზე გადაბრალება უიამანე გიქრა ესა კიდევ ერთხელ წისქვიზე ბიძინა ივანიშვილის წისქვიზე წყლის დასმა და ამას ნამდვილად არ ვაპირებ და ამით რისი თქვა მინდოდა დარწმუნებული ვარ პალესტინელმა გაიგო მაგრამ საქართველოს მოსახლეობის რაღაც პროცენტს მაინც რომელიც ცხოვრობენ სოფლებში მაღალმთიანი იქნებიან თუ ველზე მცხოვრები სოფლებში ნამდვილად არ ეცოდინებოდა ძალიან დიდ პროცენტს და რა მოხდა 4 ოქტომბერს რა და ეს რა თქმა უნდა სისუსტეა ჩვენი და რა ვიცი ტელევიზიების და ასე შემდეგ. ამასაც ახლა თავი დავანებოთ, მე მინდა ერთი რამე ვთქვა. ნუ ახლა ჩვენ მრავალრიცხოვანი აქციები მივიგეთ. გინდა გავრილოვის ღამეს იყოს, გინდა რუსული კანონის დროს იყოს, გინდა ახლა ამ ნოემბერ-დეკემბერში შარშან რუსთაველზე პარლამენტთან, მაგრამ შედეგი ვერ დააყენა და მაშინაც ვამბობდი ბიჭო. დავალევოთ ახლა ამ პარლამენტთან აქციების მართვას თავი და გავიტანოთ ეს რეგიონებში როგორ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა გინდოდეს კონდეს პრობლემები ქალაქ ჭიათურაში არ ჩადიოდი არ ელაპარაკებოდი მოსახლეობას ყავდეს ამ მოსახლეობას 5 ადამიანი პატიმარი რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი თუ არა შეჩევითი სოფლის პატიმარი ხო არის რა შეიდინა ახლა ამ ბიჭებმა იმ არის სასწაული რაც ქართული ოცნების წევრებს არა აქვს ჩადენილი ან ხელისუფლებას არა აქვს ჩადენილი დეკემბერ-ნოემბერის აქციებზე და გინდა გუშინ და გუშინცი. რატო არ უნდა ავაღიაროთ ისინი პოლიტპატიმრად? აი მიკვის რა, აი მართლა მიკვის და რატო არ უნდა ჩავდიოდეთ და ვესაუბრებოდით? აი როგორ შეიძლება საინმეში კონდეს პრობლემა ხელისუფლებას წაართვა მოსახლეობას დღე, ღრე, სახნავი, სათესი და არ ჩავდიოდეთ, არ ვილაპარაკებდეთ და არ ვიყენებდეთ იმ ენერგიას, იმ ადამიანებს ამ პროტესტისთვის აი ახლა უხუთია სოფელი ერთი ვანის რაიონი მშვენიერი ლამაზი მაღალი სოფელი